ერთ-ერთი ფენტეზის გმირია ზია ფრენკი, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ ქალაქი მანამდეა ცოცხალი, ვიდრე ვინმეს არ ესიზრება. ბოლოს როდის დაგესიზრათ ქუთაისი? ქუთაისის მეზობლობა ძალიან ხშირად. სვადი პოვეს ფრენკის ციტატა. რაღაცები ჩემი საყვარელი პერსონაჟია ზია ფრენკი. კი, ქუთაისის მეზობლობა ხშირად. და მაშინ ერთ ციტატასაც წავიკითხავ. თეთრხიჩია გაბრიაძეს ასეთ რამე. არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა. აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. ჩემი ნება რომ იყოს, მას ლიზიკო გაბუნიას დავარქვევდი და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდად. ნიავს ქუდი მოუხადე, ჩამიარა ვითო ვერ მიცდო. ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, გამომხედა და გაქრა. ასეთია მართლა ქუთაისი? ძალიან ქუთაისი, ეს არის ქუთაისი, სრული სახით. აი, ვერ წარმოიდგენ ისეთი ქუთაისია. აი, ისეთი თეთრი ხიდია და ისეთი პროცესია ეს ყველაფერი, აი, ყოველგვარი რაღაცნაირი გადაჭარბების გარეშე, ეს არის ქუთაისი. ამას ქუთაისელი იგრძნობს, როგორ არის. ქუთაისელის გარეშე ამას ვერ დაწერს ვერა. აი, გამორიცხულია. ქუთაისში რომ ციყო ნამყოფი? არა, ის სხვანაირია ის. არ არსებობს ისეთი. ის ზუსტად ლოკალური ადგილია თან, რასაც წერს. თეთრი ხიდის თემაში, იმიტომ რომ იქ არის ის სცენარი. აი, ის მოაქვს და იქ სულ ნიავია. გასაგებია, იმიტომ რომ, ხეობა არის და ასე. აი, არ ვიცი რა, ფანტასტიკურია. ემოციების დონეზე, აი, არომატი მოიტანა ახლა მაგ. ქუთაისელი თუ იგრძნობს ალბათ ასე ამას, ხო? ის